საგარეო უწყებაში დიპლომატების დაბარების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძის განმარტებით. ეს არის დიპლომატიური ზომა, რომლის მიზანიც ელჩების მოქმედებების დიპლომატიურ ჩარჩოებში დაბრუნება. ხედავს, რომ გმირდული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა. ამას სჭირდება რეაგირება. ხო, ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს, მათ უნდა დაიცვან წესები, მათ უნდა დაიცვან პრინციპები. ეს არის მათ შორის ევროპული მიდგომა, ხო? არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები და მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. თქვენ გახსოვთ იგივე პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩთან დაკავშირებით, ხო? ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა პოლიტიკაში ჩარევას, თითქოს არც გულისხმობდა ეს განცხადება ფრანგულ პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ მაშინ უნდა ქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს, ხო? ჩვენთან პირდაპირ უხეში ფორმით ხდება არა მარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ პირდაპირ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. Გამოვიყენეთ ყველა სხვა ინსტრუმენტი, როგორც პირადი შეხვედრების, როგორც საჯაროდ მოწოდების, განმარტების, მაგრამ ხედავთ, რომ ზოგ შემთხვევებში ეს არ ჭრის, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ზომის გამოყენებაც, ელჩის დაბარება, რათა მათთვის აიხსნათ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არავინ არ უნდა დაარღვიოს. ეს მოწოდებები არ მოქმედებს ერთი მიმართულებით, ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს და კონვენციებს. და ამ შემთხვევაში ვენის კონვენციას, რომელიც სამწუხაროდ ხედავთ, რომ ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან არის აბსოლუტურად უგულებელყოფილი. ეს მათ შორის ნახეთ საელჩოების განცხადება, ხო, 27 საელჩო რაღაცა იყო, სადაც საუბარი იყო, რომ ეს არ არის სიმართლე. ეს საბავშვო ბაღიც არ არის აქაურობა. როდესაც ევროკავშირის ფული მიდის იმ ჯგუფების არსებობის უზრუნველყოფაში, რომლებიც დეჰუმანიზაციას ახდენენ საკუთარი ოპონენტებს, რომელიც მოუწოდებენ პოლიტიკური მკვლელობისკენ, რომელიც მოუწოდებენ დამხობისკენ და ასე შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში წარმოიდგინეთ, ეხლა საქართველოს ელჩი შეხვდეს ყვითელი ჟილეტების ლიდერს, საქართველოს ელჩი შეხვდეს ანტიფას ლიდერებს, საქართველოს ელჩი შეხვდეს გერმანიაში რაიხსბიურგერები რო ქონდათ ორგანიზაცია მის ლიდერებს. არა თუ შეხვდეს, შემდეგ დადგეს ფოტო გადაიღოს თქვას, რომ ეს არის მომავალი. ქართველ ხალხს ნუ მიიჩნევს სულელად. ეს გაცხადებები რომ არ არის სიმართლე, ეს არის რაღაცა, ეს ასე ელაპარაკონ სხვებს. ქართველ ხალხს თუ ეუბნებიან რომ რაღაცა არის სიმართლე, კეთილი ინებოს ყველა მოიტანოს არგუმენტი.